დეზინფორმაციასთან ბრძოლის მოტივით პარლამენტი მედიის შესახებ კანონს მიიღებს. მიზანი მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დადგენაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კანონი ბრიტანული მოდელის ანალოგი და ეგრეთ წოდებულ Deep State-თან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება. სიცრუე და სიზული არის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღი, რასაც იყენებდა Deep State საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ განსაკუთრებით ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საქართველოს ცვლილებებზე, აქ ერთადერთი რაც შეიძლება შეეხებოდეს ეს ცვლილება არის სიცრუესთან და სიზულის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები, ხო? თუ ვინმე შეშინია იმის რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, სიზულის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის რა თქმა უნდა მისი პრობლემა. მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული, თუმცა სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, რასაც ქვია დეზინფორმაციის გავრცელება. ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რაც არის BBC სტანდარტი და რა თქმა უნდა ვიხელმძღვანელებთ ამით. ეხლა დღეს თუ არ შეიძლება ვინმე თქვას როგორც ფარაზე, ასევე ბრიტანულ სტანდარტზე, რომ სუდია ან ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს. ცვლილებების აუცილებლობის არგუმენტად პარლამენტის თავმჯდომარე fake news-ებს ასახელებს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი განმარტავს, რომ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისი იქნება და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში. რა პროცედურას და მეთოდიც არის ამისთვის ყველაზე ეფექტიანი, ზუსტად ის იქნება შემოღებული და კერძოდ ბრიტანული სტანდარტი არის ამ მხრივ დროში გამოცდილიც და ზუსტად ეს იქნება უფრო ეფექტიანი, რომ დეზინფორმაციამ კი არ წალეკოს საზოგადოების ტვინები, ასე თქვა და მოხდეს მათი დაბნევა და ასე თქვა მოტყუება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მიიღონ ინფორმაცია. მართველი გუნდის ოპოზიციას არ სჯერა. ამტკიცებენ, რომ დაანონსებული ცვლილებები ცენზურის დაწესება და დემოკრატიული უკუსლოა. ივანიშვილის მიზანია ისევე როგორც წინა ხელისუფლების პირობებში დაიხუროს, გაქრეს და შეიზღუდოს დამოუკიდებელი ტელევიზიები. თავის დროზე როგორც იზღუდებოდა კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები. ეს არის განმეორება სულთანხუთავი ხელისუფლების და ყველა ხელისუფლება თავის დროზე ასე იქცევა. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას და ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზეწოლას და ასევე ძალადობას. კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უცხოური დაფინანსების შეზღუდვაა. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ცვლილებები მედიის მუშაობის ხარისხს გააუმჯობესებს და საინფორმაციო სივრციდან fake news-ებიც გაქრება. თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ არის, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც საქართველოში და შეუძლებელია რომ დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს. სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ვერანაირი რეგულაცია საქართველოში ვერ იქნება შემოღებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საწინააღმდეგოდ. ამ ფარგლებში ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. თანამედროვე დემოკრატიებში მედიების დაფინანსება გარე დაფინანსებით ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ეს სფერო ემსახურება არა საზოგადოების ინტერესებს, არამედ კონკრეტულ დამკვეთებს, რაც ასევე დამაზიანებელი არის დემოკრატიული პროცესების გამტკიცებისა და გაძლიერებისათვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივაც იქნება მნიშვნელოვანი, სწორედაც რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით. მედიის შესახებ კანონი ბრიტანულიდან უნდა ითარგმნოს. ამის შემდეგ კი კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მისი კანონად ქცევა კი 2 თვის ვადაში უნდა მოხდეს.